ბიზნესის საყოველთაო გაფიცვისთვის ემზადება. ამ აქციას იმ კომპანიების დიდი ნაწილი უერთდება, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა კარგავს ევროპულ მომავალს. მათ შორის არის სოციალურ საწარმოთა ალიანსი, რომელიც ძირითადად ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტებს. ჩვენი მხრიდან გამოხატული პროტესტი არ დაწყებულა, ესე ვთქვათ, 28 ნოემბერს იმ ძალიან ცუდი განცხადების შემდგომ, არამედ 2024 წლის გაზაფხულიდან, მაშინ როდესაც პირველად ინიცირდა კანონი, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა უკვე სამოქალაქო სექტორი, იქიდან მოყოლებული ჩვენ ვაპროტესტებთ საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის საქართველოს ევროპული კურსი და ესე ვთქვათ ამ კურსზე დაბრუნება გამომდინარე იქიდან, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარების ნომერ პირველი მხარდამჭერი საქართველოში არის ევროკავშირი. თავად ეს სივრცეც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი. მაღაზია ეს კი ის სივრცეა, სადაც თავმოყრილია 30-მდე სოციალური საწარმოს პროდუქცია. ეს ულამაზესი ნივთები სწორედ დასავლური დაფინანსების მეშვეობით შეიქმნა. სოციალურმა საწარმოებმა, ისევე როგორც სხვა არაერთმა მცირე მეწარმემ, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ბაზრობებში მონაწილეობაზეც უარი თქვეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი შემოსავლის თვალსაზრისით ყველაზე კარგი საშუალებაა. მათი თქმით, როცა ქართული ოცნება რუსთაველზე მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდა, ისინი ვერ მიიღებდნენ მსგავს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას. მით უმეტეს მაშინ, როცა არალეგიტიმური ხელისუფლება ქვეყანას ევროპულ მომავალს უკარგავს. ამიტომ მიაჩნიათ, რომ პროტესტი ახლა მნიშვნელოვანია. დღეს უკვე ვართ იმ ეტაპზე, პროტესტის იმ ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვანი არის ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და ნებისმიერი მცირე საშუალო თუ დიდი ბიზნესების მხრიდან გარკვეული ფორმით პროტესტის დაფიქსირება და პოზიციის გამოხატვა, რომ ვითხოვთ განმეორებით არჩევნებს და ვითხოვთ უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას. საყოველთაო გაფიცვის მხარდამჭერთა უმრავლესობა აქტიურად მონაწილეობს აქციებშიც, მარშებშიც, თუმცა ახლა გადაწყვიტეს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას უფრო ნათლად დაანახონ, რა ძალა აქვს ბიზნესს. სწორედ ამიტომ ამ ეტაპზე გამაფრთხილებელი აქცია დაიგეგმა. სამწუხაროდ ხელისუფლება არ გვისმენს. ეს არის პირველი ორგანიზებული მცდელობა კერძო სექტორის მხრიდან, რომ დავანახოთ ყველას, რომ ჩვენ ყველანი ვართ ერთ აზრზე, დამსაქმებელიც და დასაქმებულიც. შესაბამისად, 3 საათის განმავლობაში, როდესაც ვერ მიიღებს ადამიანი ვერანაირ სერვისს, ეს იქნება ძალიან მკაფიო გზავნილი იმის, რომ საზოგადოება არის ერთად მობილიზებული და რეალურად ჩვენ ერთ პოზიციაზე ვდგავართ. ისინი, ვინც ქმნიან სამუშაო ადგილებს, დოვლათსა და ავსებენ ბიუჯეტს, შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობას და ვითარების განმუხტვის ვალდებულებასაც ქართულ ოცნებას აკისრებენ. აუცილებელია ცვლილებები. ეს არის ამ გაფიცვის მთავარი გზავნილიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა იზოლაციაში მოექცეს და პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკური კრიზისი მოყვეს. ათასობით ქართველი არის აღშფოთებული და შეშფოთებული დღევანდელი მდგომარეობით. ამავე დროს ხელისუფლების, ძალაუფლების მქონე ადამიანები განაგრძობენ ამის არ შემჩნევას, ვითომ საქარაფერიაო და აგრძელებენ, ვითომ ცხოვრება გრძელდებაო. მეორე მხრივ ხედავთ, რომ ეკონომიკური პრობლემები მატულობს, გაფიცვა არის ახალი ფორმა, ახალი ნაბიჯი, რომლითაც ვეუბნებით ძალაუფლების მქონეებს, რომ ცვლილება არის გასაკეთებელი. საყოველთაო გაფიცვამდე ბიზნესმა პროტესტი ღიად გამოხატა. ისინი სპეციალურად შექმნილ პორტალზეც Free Business-ზეც დარეგისტრირდნენ და გაემიჯნენ არალეგიტიმურ ხელისუფლებას. რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობას 2428 კომპანია უჭერს მხარს, თუმცა 175, მათ შორის მსხვილი კომპანიები, ამ მოთხოვნების შესრულების საჭიროებას ვერ ხედავენ. პორტალზე დარეგისტრირება უკვე დასრულდა. მისი შემქმნელი შეფასებით ამ კამპანიამ ისიც გამოავლინა, რომ ბიზნესმენების უმეტესობას ეშინია პოზიციის გამოხატვის. უპრეცედენტო რაღაც გამოიკვეთა, როდესაც ამ რაოდენობის ბიზნესის წარმომადგენლება დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც აქამდე არ მომხდარა. ამასთან ერთად გამოავლინა ის, რომ ზოგადად ბიზნესის საკმაოდ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ ეშინია პოზიციის დაფიქსირება, თუმცა პირად საუბრებში, სხვადასხვა კომუნიკაციებში ისინი ცალსახად აფიქსირებენ, რომ ეს არის
გამოსავალი, ეს ნაბიჯები არის გადასადგმელი და ასე შემდეგ, თუმცა ის საჯაროდ შემოერთება, მათთვის რაღაც რისკებთან ასოცირდება. Free Business-ის პორტალის შექმნის შემდეგ ახალი ინიციატივაც გაჩნდა. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე ეკონომიკური ვითარების დეტალურად განხილვის. გიორგი ჩუგოშვილის თქმით, შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება პორტალზე დარეგისტრირებული კომპანიების წარმომადგენლების, ეკონომისტებისა და ფინანსისტების მონაწილეობით. ისინი გამოსავლის ძებნას ერთად შეეცდებიან. მათ აინტერესებთ დეტალურად ციფრებში პროფესიონალების მხრიდან მოისმინოთ რა რისკები ექნება ეკონომიკას უახლოეს პერიოდში, იმიტომ რომ ეს იყო პათოსი ძირითადად ჩვენი გაერთიანების, ხო, რომ პოლიტიკური სიტუაცია შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი და რა არის ეს ეკონომიკური კრიზისი, რა ციფრებში შეიძლება გადაითარგმნოს და რა საფრთხეები არის, ეს არის ზუსტად რაც აინტერესებთ პლატფორმისზე შემოერთებულ ბიზნესებს. შეხვედრაზე იმ ბიზნესმენებსაც მოიწვევენ, ვინც ჯერ კიდევ არ იზიარებს ორ ძირითად მოთხოვნას, თუმცა დაესწრებიან თუ არა, ეს ამ ეტაპზე უცნობია. შეხვედრის ზუსტი თარიღიც უახლოეს დღეებში დაზუსტდება, თუმცა მანამდე ბიზნესის ის ნაწილი, ვინც ხმამაღლა დაიწყო პრობლემებზე საუბარი, საყოველთაო გაფიცვაში მიიღებს მონაწილეობას. ისინი ამ ფორმით კიდევ ერთხელ ეტყვიან ქართულ ოცნებას, რომ ემიჯნებიან მის ანტიდასავლურ და დამაზიანებელ პოლიტიკას. გამოსავალი კი ახალი არჩევნებია. გამოფრთხილებელი აქცია 15 იანვარს 15 საათზე დაიწყება. დაიხურება ოფისები, მაღაზიები და სავარაუდოდ კვების ობიექტები, რის გამოც 3 საათის განმავლობაში ისინი არ მოემსახურებიან მომხმარებლებს. 15 იანვარს 15 საათზე იქცება საქართველო. შემოგვიერთდეთ.